შინდელი დღის მთავარი გმირი ნიკა მელია ახლა ჩვენი სტუმარი მოგესალმებით პარტნიო ნიკა არავინ არ ელოდა თქვენს ბრიფინგს გუშინ საღამოს 9 საათზე მეც არ ველოდი თუმცა გამიხარდა იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი იყო ძალიან აქტიური რაც ჟურნალისტებს გვახარებს ხოლმე ორი მანდატი ასე უცებ მოიფიქრეთ თუ უძღოდა ამ ყველაფერს წინაპირობა რამე წინ იმიტომ რომ მანამდე მთელი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით არჩებოდა შტაბ-ჭრილება რომ ნაციონალური მოძრაობა ორ კანდიდატს იტყოდა ასე დღის ბოლოს ორი არცა ორ კანდიდატს კი არა და ორ ოლქს. ჩვენ კოლეგებს გამარჯვებათ მადლობა პირველ რიგში. დაპატიჟებისთვის გადაცემაში ჩვენ კოლეგებს არ ქონდათ პრობლემა და პრეტენზია ნაციონალურ მოძრაობას ქონოდა, რა ვიცი, მადან პრეტენზია გაცილებით მეტზე ვიდრე ეს ორი. დიახ. არა ისინიც კი არ ელოდნენ ამას, იმიტომ რომ ხონდა სხვა სახის საუბარი და მათ ძალიან კარგად იცოდნენ. ჩვენ უბრალოდ მათთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ მართლა გვინდა არ გვინდა დიდები რახან ვართ როგორც პოლიტიკური პარტია ვართ მსხვილი და არა მხოლოდ ოპოზიციურ ფლანგზე არამედ თლიანად ქვეყანაში მიმაჩნია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამიტომ რომ მაინც ოპოზიციური პარტიის რანგში ვერ გავიყვან ქართულ ოცნებას იმიტომ რომ ის არ არის იდეებისა და რაღაცა პრინციპების გარშემო გაერთიანებული რაღაცა ერთობა თუ გინდა მიიღო რაიმე ხელშესახების სიკეთე ქვეყანაში და ეს სიკეთე მე აისახოს ხალხზე, უნდა დათმო კარგი რომ მიიღო უკეთესი. თუმცა მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩვენ ამით გავხსენით თლიანად ახალი შესაძლებლობები, ახალი ფანჯარა შესაძლებლობების ყველა ოპოზიციური პარტიისთვის რომ რამენაირად ყველა პარტია ძირითადი და მისი წარმომადგენელი ძლიერი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი თბილისში როგორც მინიმუმ არჩევნების დღეს ვინაიდან თბილისში არსებობს ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი თქვენ იცით კი ბატონო თულია თბილისის კარგად დიახაც მაინც ხელისუფლებისთვის ამას ამბობთ ძალიან ბევრი არის ამორჩეველი ოპოზიციოდ განწყობილი მაგრამ სხვადასხვა გვარი და ჩემისას ეხლა გახდა გაჩნდა რეალური შესაძლებლობა ჩვენ ყველა განწყობის ოპოზიციოდ განწყობილი ამორჩეველი დავაკმაყოფილოთ გემოვნების მიხედვით და კონტენტ შესაძლებლობა რომ არჩევნების დღეს ხმა მათი ერთი ჩავარდეს საერთოდ დიდ ყურაბაში ოპოზიციურში. ეს იყო მთავარი დავინახეთ არ გიმალავთ და გადაჭარბების გარეშე გეტყვით რისკი იმისა რომ შეიძლება ეს რეალური ერთობა ვერ შედგეს. არა იმიტომ რომ ვინმეს არ უნდა უბრალოდ არის ბევრი პარტია პოლიტიკური ახლად დაფუძნებული ზოგი ახლა ფუძდება ჯერ პარტიათ არ არის მაგრამ მათი ლიდერები დადიან თქვენთანაც გადაცემაში ძირითადად ისინი ოპერირებენ თბილისში და მათი ასე ვთქვათ გავლენა რეგიონებში ნაკლები არის შესაბამისად უფრო მეტი მოთხოვნა არის რომ ისინი იყვნენ წარმოდგენილი მაჟორიტარულ ოლქებში ან ბრძოლის ველზე თბილისში შესაბამისად ჩავთვალეთ საჭიროდ რომ გაგვიკეთებისაც გავაკეთეთ ახლა მაქვს იმედი და მინდა ძალიან მჯეროდეს რომ რეალური ერთობა შენარჩუნდება 6 ოლქში შედგება არა 8 ოლქში რატო იცით გულწრფელად გეტყვით იმიტომ რომ თუ ჯერტიც მე პრობლემას ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ და რაში განცხადებებში თუნდაც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორიკა რამდენიმე ლიდერის განცხადება ისმოდა იმასთან დაკავშირებით რომ პირველ ტურში თანამშრომლობა შესაძლოა არ კონდეს აზრი და კონდეს მეორე ტურში თანამშრომლობაც აზრი აი ეს იყო რის გამოც პასუხად მიიღო რამდენიმე პოლიტიკური ძალისგან სურათი ასეთი იყო თქვენ მითხარით თუ სხვანაირი იყო მე ნახეთ სურათი ასეთი იყო რომ ამ განცხადებებს მოყვა განცხადებები რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტისგან იმ მაგიდის ირგვლივ რომ რატომ დაიწყო ეს საუბრები თუ არ არის ჩაშლის პირას ეს შეთანხმება ასეთი კითხვა ისმოდა მხრიდან ჩვენ მათი მხრიდან ჩვენ გავაშუქეთ ორივე მხარე ახლა კითხვა მაქვს თქვენგანთან თქვენი მხრიდან რა სურათი იყო მაშინ ეს თუ ეს არ იყო ეჭვიანობა ის რაც რამდენიმე ჩემმა კოლეგა მეგობარმა თქვა ეთერში დაშვება გააკეთა და ანალიზი გააკეთა ხომ ის მიჩნეული იქნა რამდენიმე კოლეგა პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა პარტიებიდან რომ არ იქა ეხა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაში ხوار შეიცვალა რაიმე პოზიცია. კი ბატონო, ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენ გვიმსჯელია 60-70 პროპორციის შემთხვევაში როგორ და რანაირად გავდიოდეთ არჩევნებზე, 120-30 პროპორციის შემთხვევაში რანაირად გავდიოდეთ არჩევნებზე, როდესაც 30 ოლქში ვიქნებით საერთო კანდიდატები წარმოდგენილი და 120-30 პროპორციებით იმ შემთხვევაში თუ 30-ივე ოლქში მოგვიწია კანდიდატების დაყენება. და მეც მქონდა სხვადასხვა არგუმენტი ხომ არ როდ საჯაროდ არ გამიკეთებია განცხადება და ვიყავ ბოლომდე თავმჯდომარე მე კოლეგებთან საუბრობდი ამ საკითხებზე
იმიტომ რომ წილი 150 მანდატიდან 120 მანდატზე მოდის პროპორციული წესით. ანუ პროპორციული წესით თამაშდება 120 მანდატი 150-დან. ეს არის ძალიან დიდი 80%, ხო? კი ბატონო. და ამიტომ ვფიქრობდი და ვამბობდი, დამიფიქსირებია, რომ არ მინდა განცხადებას გავაკეთე ორი დღის წინ. არ მინდა ერთობა მხოლოდ ევროპულ საქართველოსა და შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტულ პარტიასთან. და არც თქვენ უნდა გინდოდეთ, იმიტომ რომ რეალურად ეს არ არის ერთობა, ეს არის ბლოკი. გინდათ ერთობა მეტთან, ლელო, ალეკო ელისაშვილი და ასე შემდგომ. ეს არის ბლოკი. ეს იყო თქვენი პოზიცია და ეს თქვი დახურულ შეხვედრაზე? არა, საჯაროთაც თქვი ავაკეთე გუშინ წელს გაცხადება, გუშინარ და გუშინ. მანამდე დახურულ, ამან გამოიწვია ეს დისკუსია მიმდინარეობდა, რატო იცით, აი ნახეთ. ჩემის აზრით ერთობას მაშინა აქვს ფასი, რომელიც უკვე შანსი, რომელიც შანსის დიდ წილად გაჩნდა გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელიც გავაკეთეთ ჩვენ, რომ რეალური ერთობა შედგეს და არა ბლოკები. ეხლა თუ ჩვენ შალვა არ იყო ლელო თანახმა თავიდანვე თქვა ეს მაშინ. ლელო ხო არ არის, მარტო ალეკო ელისაშვილი, სოფო ბერნის ვინმე წინააღმდეგი იყო, აი ამ მაგიდისებრივ მასთან ეს არის არის აღქმული ადეკვატურად რა. იგივეს ვიმეორებ ახლაც. მიუხედავად იმისა, რომ გავაკეთე განცხადება, ესაც გავაკეთე, ყველაფერი რატო გავაკეთე? თუ ხელი ჯერთვის მეგონა რომ კარი ღია იყო და ღია კარს რატომ უნდა ვამტებდეთ, ხო? ახლა გამოვაგეთ ფანჯრებიც, ერთი, მეორე, ორი პირი გავაკეთეთ, ყველაფერი განიავდა. და მეგეთ შესაძლებლობებით პანჯრები გამოვაგეთ ბოლომდე და ვთქვით, რომ იმ პარტიამ, რომელმაც 2018 წელს მინდა გითხო მაგ დრო ახლა 2018 ოღონდ მინდა გავიგო მაინც თქვენი სურათი როგორ მე ვიცი რომ დრო მაქვს არჩევნებს ზოგადად რამდენი დაახლოებით რო ნუ 15 წუთი ალბათ თუ პროგრამები არ გვეჭყუფები 2018 წლის არჩევნების შედეგებით რო ვიხელმძღვანელოთ პირველი ტურის შედეგებით აი ჩავთვალოთ იყო დაუშვათ საარჩევნო პროპორციული სისტემა ისეთი როგორც უნდა იყოს ახლა 130 და საპარლამენტო არჩევნები აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით არჩევნების ბედი გადაწყდებოდა პირველივე ტურში ოპოზიციის სასარგებლოდ. პირველ ტურში ნაციონალურ მოძრაობა მხოლოდ ბლოკით თბილისში აიღო 153,000 ხმა სოფო და ყველა დანარჩენმა ოპოზიციამ ასე გძლათ რო არ მოყვეთ ნიკა ეს გასაგებია თქვენ გაქვთ რომ წილი ნახეთ დიდი გაქვთ კი ამაზე ამორჩეველი ბევრი არა 150,000 ხმა რო ავიღე ნაციონალურ მოძრაობა და თელმა დანარჩენმა ოპოზიციამ რო აიღო 100,000 ხმა თუ 103,000 ხმა ხო და ქართულმა ოცნება პირველ ტურში აიღო ჩვენზე ნაკლები ცირეთი მაგრამ 150 და რაღაცა 7 თუ 6 ხო სამართლიანობის პრინციპით რომ მივდგომოდი ჩვენ დისკუსიაში ჩართვისდოთ და გვეთქვა რომ ახლა ნახეთ რამხელებიო და რაღაცა მაშინ მოვუწყოთ პირიქით 80% და განზე გავედით იმიტომ და თქვით რომ აი ამ ორ ბრძოლის ველზე გავაჩაღებთ ჩვენ საარჩევნო ბრძოლას თქვენთან ერთად და იმ 6 ოლგზე ძლიერი კანდიდატებით მოდით დავაკომპლექტოთ. ეს ბოლოს პატნონიკა, მე გეკითხებით, მანამდე რა უძღოდა წინ, აი თქვენი გადასახედიდან რატომ იყო აი ეს დისონანსი? იგივეს ვიტყვი. აღქმული იყო, არ ვიცი ხა ვიღაცა თქვა რომ ნუგზა ციკლაურმა დაწერა, დიახ, ნუგზა ციკლაურ რაც დაწერა, იგივეს ვამბობ ახლაც მე. როდესაც 3-4 ოპოზიციური ბლოკი არის ერთ მხარეს, ცალ-ცალკე და კანდიდატი არის ერთი ხელისუფლების მხარეს ეს არ არის ოპოზიცია versus მაგალითად ხელისუფლება, ხო? ეს არის ხელისუფლება versus ბევრი ოპოზიციური ბლოკი და მე ვამბობ, მოდი გავფართოვდეთ, ხახ რომ რეალური ერთობა იყოს. არა მარტო მე ბევრი ამბობ. ეს შეძლებადია, ნიკა? აბა ეხლა რეალურად არ არის შეძლებადი. ლელო ამბობს მაინც რომ ლელოს თავი დავამბობ, ლელოს გარდა ალეკო ელისაშვილი ვინც იქ არზის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ აი დაუშვათ ჩვენ ალეკო ელისაშვილი ხო ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი არის იმაში. თანხდებიან ამაზე მაგის. უნდა დავთანხმდეთ ეხლა ჩემის აზრით, იმიტომ რომ ჩვენ შალვა რამიშვილი და ნათელაშვილი და ევროპული საქართველო ვიქნებოდით ერთ ბლოკად წარმოდგენილი და ალეკო ელისაშვილი ცალკე, ლელო კიდე ცალკე, ერთად ალბათ არ გაერთიანდებოდნენ ესენი და კიდე ხო სხვა პარტიებიც იქნებიან კანდიდატები და რა გამოდიოდა სოფო პირველ ტურში გამარჯვების შანსი იყო 0. მოდი სიმართლე ვთქვათ. 0 რეალური ერთობის შემთხვევაში პირველ ტურში გამარჯვება რა თქმა უნდა რეალური. ნახეთ რაც გეკითხებით ნიკა, ეს გასაგებია თქვენი ლოგიკა, უბრალოდ ეს რომ მოყევით პარტნიორებმა იმ მაგიდის ირგვლივ ვინც ახლა არიან, რატომ გაიგეს ეს არის? აღიარებდნენ, არ ვიცი ჩემისად რაც იყო ამაში ხა კეკვა არაფერს კარგს არ მომიტანს ახლა მე
გამიკვირდა მე პირადად, იმიტომ რომ მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებებში, პირადად მე ვიყავი ჩართული და წარმოვადგენდი პარტიის პოზიციებს და არ ვიცი, ხელს არ უწყობდა ჩემი აზრით გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ჩვენ დავამთავრეთ უშინდელი განცხადებით დავამთავრეთ ეს გაუგებრობა. ორი ოლქი თბილისში, გლდანში ნიკამელია იქნება? არ არის არაფერი გადაწყვეტილი გულახდილად გეუბნებით. თუმცა ვფიქრობ თბილისში თუ ზუგდიდში. ანგლდანი მოკლედ ან ზუგდიდი. საკმაოდ შორიშორი არის. შეიძლება სამგორი. ნახო, თავარია რომ ბრძოლაზე ვარ არავინ არ უნდა თქო, ის არ უნდა გავიგოთ რომ მაჟორიტარობის კანდიდატობა არის ასა პრივილეგია, უბრალოდ არის ვალდებულება და თქვით თქვენ რომ ოპოზიციური ხმები უფრო მარტივად მოსაპოვებელია, მაგრამ რთულია თბილისის მოგება, არ არის მასაგებია, მაგრამ იცით აი ნახეთ. მე გეთანხმებით იმაში რომ ეს არ არის ფუფუნება, მაჟორიტარად დასახელებას უნდა მოგება შემდგომ. მოგება რა ბრძოლა უნდა და ჯერ მეტი საქმე გვაქვს, მაგრამ აი ამ ჭეშმარიტ ერთობაზე მქონდა საუბარი და ეხლა თუ მეტყვის მე არ ვიცი ნებისმიერი ადამიანი რომ ჩვენი ერთობა არის ერთობა სამი სუბიექტის არ არის ეს ერთობა ეს ბლოკი უფრო აი თუ არ გამოვიდა ამ შემთხვევაში ასეთი კითხვა მიჩნდება ალეკო ელისაშვილი და ლელო ამ შემთხვევაში ძალაში ტოვებთ თქვენ მაინც თქვენო როლს სამწუხარო იქნება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ დავიწყეთ უკვე საარჩევნო კამპანია არ ნიშნავს რომ დროშები უნდა ავწიოთ რომელიღაცა ბოძზე და დანარჩენებში ხო არ აწევთ საარჩევნო კამპანია დაწყებულია შტაბებში ბადანა არა მეც რაც გეკითხებით ნიკა თუ არ გამოვიდა ეს შეთანხმება თქოს ყველა არც კი მინდა დაუშვა რომ არ გამოვიდეს თუ არ აი მე გეკითხებით ლელოსა და ელისაშვილის გარეშე თუ გამოვიდა დანარჩენ 6-ზეც ხომ არის ბრძოლა ამას გეკითხებით თუ ლელო არ იქნება თუ არ იქნება ალეკო ელისაშვილი აგერ გირჩმათ თქვა დღეს მე არ ვიქნებიო მაშინ ვიღა ვიქნებით ალბათ მე და მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თქვენი აზრით შეთანხმება იმას ხო არა კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ სოფო უბრალოდ 6 ოლქი ხონდა დაკომპლექტეს ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატები და ამ შემთხვევაში რა სიზარს მე ვიმეც ვიტოვებ და ჯერა იმიტომ რომ იმდენად დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში ერთობის უნდა რეალური ერთობის აგერ 20 ივნისი მოდის რამდენიმე დღეში და ჩემისადმი სიმბოლური არის 20 ივნისს კონდეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს მათ შორის იგივე სიცხვილიას ახალგაზრდებს რომ რაღაცა მათი ხელდასმითაც საზოგადოებას წარმოუდგინოთ 8 ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი რომელიც იბრძოლებს ამ ქალაქისთვის ამ ქვეყნისთვის რომ მათ დაუბრუნდეთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა და შანსი. გეთანხმებით რომ იგივე სირცხვილემაც გააკეთა დღეს განცხადება შოთა დიღმელაშვილის პოსტი ვნახე ასეთი რომ ევროპული საქართველო თქვათ ნაციონალური მოძრაობა ლეიბორისტები ლელო ალეკო ელისაშვილი მათთვის ეს სპექტრი ასეთი მისაღებია თბილისში თუ არ გამოდის ასეთი ფართო თქო მე ეს კითხვა მაქვს და დიდი რისკია რომ არ გამოვიდეს ხომ ლელოს შემთხვევაში გაცხადებულია ამ შემთხვევაში იცვლება თუ არა საერთოდ არცია ამ შემთხვევაში არ იცვლება ჩვენი პოზიცია უბრალოდ თქმა იმისა რომ ეს არის მაჟორიტარულ ოლქებში ერთობა არის არასწორი და ვერავე ვერ დამაწუნებს რაც არ უნდა დაფაზე დამიწერო მარკერი ხელში აიღო რომ პირველ ტურში ერთობის ასე ვთქვათ პეცი რაში არის გარდა იმისა რომ პროპორციაში ყველამ ჩვენი მაქსიმალური უნდა ავიღოთ რომ ქართულ ოცნებას მნიშვნელოვნად ჯამურად ვაჯობოთ ხო და პირველ ტურში დამთავრდეს რეალურად არჩევნები და პროპორციული შედეგი და პროცენტები განსაზღვრავს დიდწილად მეორე ტურში გადასული კანდიდატების ბეც მე დარწმუნებული ვარ მაგრამ არჩევნები ძირითადად დამთავრდება პირველ ტურში ამიტომ ეხლა არ იქნება ეს ერთობა და არ უნდა თქვა რომ ეს არის ერთობა და მაშინ რომ ბლოკი ეს ნაციონალურ მოძრაობას ბევრგან მაჟორიტარები აწყობდა მოგებისთვის არსად არ იქნება ბატონო მოგებისთვის მაჟორიტარები ყველგან ნაციონალურ მოძრაობას პარტიული შედეგისთვის საბოლოო ჯამში აწყობდა რა თქმა უნდა ყველას იმ პარტიას სადაც არ ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატი პროპორციული წესით მეტი სამუშაო ექნება რომ არ გაუარესდეს შედეგი იმიტომ რომ აი ნინო ბურჯანაძე ნახეთ რა თქვა ნიკა აი თქვა ასეთი რამ რომ ჩემთვის არ არის მისაღები ფორმულა რომელსაც დავით ბერძენიშვილი ამბობს რომ მაგალითად იმიტომ რომ თუ ისევ ერთ პარტიულ ძლიერ ერთ პარტიას მივიღებ ბევრი მანდატით ისევ არა მრავალ პარტიულ პარლამენტს ჩემთვის ეს პრობლემაა ხომ მე ვფიქრობ რომ მე აქ თავის ხებას კი არ ვაპირებ და არც მინდა ჩემი ცდილობა მაგრამ გუშინ ჩემის აზრით მივიღეთ გადაწყვეტილება რომელიც ძალიან შეუწყობს ხელს რეალურ ერთობის ჩამოყალიბებას და
რა არგუმენტით უნდა თქვას რომელიმე ცალკე აღება პოლიტიკურ პარტიამ რომ არ მინდა ამ ერთობაში შემოსვა და ერთადერთი წინააღმდეგ ფორმატში მონაწილეობის მიღება. ხო, ახლა თუ ვინმეს თუ ჩვენ ვიყავით ხელშეშლის ფაქტორი არის ასეთაც უნდა წარმოჩინებულიყავით, ხო აღარა ვართ, ხო? რეალურად პროპორციული არჩევნები ხო რისთვის გვინდოდა რატო ვიკლოდით თავს და რატო ვიკლოთ ხო მეტნაკლებად დაახლოებული საერთო პროპორციულ სისტემასთან სისტემა მივიღეთ იმიტომ რომ რამდენ ხმასაც ავიღებდით იმდენი საავადმყოფო გქონოდა ხო იმაზე მეტი დავთმეთ კი არა რეალურად ჩემის აზრით შანსი მივეცით ერს მოგების წინსვლის წარმატების ასე ხედავთ ამ პროცესს ასე ხედავ მართლაც იმიტომ რომ ჩვენ მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი არ ყავს ყავს ადამიანი რომელიც ცალკე აღებული ბიზნესმენი კი არ მაგიზიანებს ოლიგარქია ოლიგარქი ყველა სახელმწიფოში იქნება ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ელემენტი და ამას ეხლა ჩვენ თუ დაუპირისპირებთ რეალურ ერთობას იქნება გადასარევი თუ არა და მე რაში არ ვეთანხმებოდი კოლეგებს როდესაც მათ გაუშვათ რაიმე კითხვა ნუ საჯაროდ არ დამიფიქსირებდი ეს აზრი რომ კიდევ უფრო არ ასე რომ გაუგებრობები რო არ გაღმობულიყო რო არიქა თუ ჩვენ ვერ შევთანხმდით საერთო მაჟორიტარ ოლქებზე დავიღობეთ ბიზნესში თითქოს ეხა სამაჯურ დადებიან კაცზე მეტად უნდა ვიღაცას რომ ეხა მე არა რა სისულელია მაგრამ იმის თქმა რომ თუ საერთო მაჟორიტარულ ოლქებზე ვერ შევთანხმდით დავიღუპეთ და ბიძინა მოიგებს ეს არის წარმოუდგენელი ამის თქმაც როგორ შეიძლება 120 მანდატი თამაშდება პირველ ტურში ხო ხდო რა სისულელია მაგრამ იმასაც არ უნდა დაემსგავსოს არც ერთი პარტიისგან ასე თქვა საუბარი რო იცით რა მესმის ყველაფერი განაბრაზობ განაშენ რამეს შლის შეთანხმებას მაგრამ უბრალოდ 20 მანდატი შენ რო გაქვს აი იქნებ 5 მე მომცე იმიტომ რომ ცოტა მიჭეს ცოტა პატარა ვარ არ მინდა ხა კონკრეტულად ხო ამასაც ხა არ უნდა ეს საქველმოქმედო ფონდი ხო არა ხო საქველმოქმედო ფონდს გავს დღეს თქვენ ხედება ბატონო ამ საქველმოქმედო ფონდს გავს ეს სურათი დღეს როდესაც გამოვიდა დამითმეთ დაცვა მოძრაობამ უნდა დაგვითვოს მეტი დაცვა მოძრაობამ უნდა გადმოიღოს მეტი გადმოგვიღოს თებზე მეტ ანუ შეურაცხყოფილად ვიგზენეთ და გაკვირვებულიც ვიყავი ხო ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობ ცოცხალი არ ამორჩეველი იყოს ხო რა ჩემებრალია რომ მეტი ამორჩეველი იყოს და მეტი შანსი გვაქვს გამარჯვების ვიდრე სხვააც ხო ერთობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გუშინდელი დღეს ხო ნათელი დადასტურება იყო ამისი მაგრამ იმას არ უნდა დაემსგავსოს ჩვენ ძლიერ კანდიდატზე შევლოთ კონსულტაციაში ნებისმიერი ოლქის გარშემო იქნება ეს თბილისის მიღმა თუ თბილისში ოღონდ უნდა იყოს ძლიერი ეხლა თუ მეტყვიან იცი რა რომ უბრალოდ იმიტომ უნდა დამითმო დათმობაზეა საუბარი პანაცეა კი არ არის დათმობა კანდიდატი უნდა იყოს მოგებადი თქვენი არქივში კანდიდატი უნდა თუ იქნება ანგარიშგასაწევი კონკურენტუნარიანი ჩვენზე ძლიერი კანდიდატი თუ ეკნება და საჭირო იქნება კლებაც ჩავატაროთ კი ბატონო კი პირდაპირ მოვალ და ვიტყვი მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ამიხსენით რატო მაგალითად არის ძლიერი ალეკოზე ბონდო მე მინდა ძლიერი კანდიდატი ნიშნულობა არ აქვს რომელი პარტიიდან იქნება ამ შემთხვევაში მაგრამ უნდა იყოს ესე მიდგომა და არა იმიტომ რომ უბრალოდ დიდი რო ხარ მეტი უნდა დათმო დავთმეთ და ბოლო კითხვა მაქვს ანუ თქვენ ალბათ ვიდრე კვლევებს ჩაატარებთ გარკვეულწილად დატესტილი გაქვთ საკუთარი წარმოდგენა კანდიდატებზე ლიდერებზე რომელიც ამ ოპოზიციურ სპექტრში მოიპოვება ასე ვთქვათ ხომ ვის რა რესურსი აქვს ვის რა გამოცდილება აქვს ვის რა თქვენი წარმოდგენა მათზე ხომ რეგიონებში რაიმე ტიპის თანამშრომლობას დიდი ქალაქებში ხედავთ მოდით ახლა ნახეთ ტესტი არის ხედავ რა თქმა უნდა აი შესაძლებლობას ხედავთ რამდენიმე ქალაქში შესაძლებლობას ხედავ და დავტოვეთ კიდევაც ეს ასე ვთქვათ სივრცე კონსულტაციებისთვის მაგრამ აგერ გვაქვს ლაკმუსის ქაღალდი 8 ოლქის სახით აქ უნდა დავამტკიცოთ რომ რაიმეზე გვაქვს საერთოდ პრეტენზია ხო ახლა ჩვენ ამაზე მეც ვერ გავაკეთებდით იმისათვის რომ ერთობა გამოსვლადი გამხდარიყო ჩემის აზრით მინდა ძალჯეროდეს ეს უნდა გამოვიდეს და გამოვა მე თითქმის დარწმუნებული ვარ და ძალიან კარგია და ჩვენთვის ოპოზიციისთვის ჯანსაღი ნაწილი საზოგადოებისთვის ძალიან ცუდია ბიზნესმენებისთვის მაგრამ ამის შემდეგ სხვა ოლქებზე როდესაც იქნება კონსულტაციები იქაც მზად ვარ სოფო მაგრამ არა იმიტომ რომ ვიღაცა მეუბნება დიდი ხარ და დამითმეო არა პირდაპირ გეუბნებით ძლიერი იყოს კანდიდატი თუნდაც საერთოდ არ იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყოს რა ვიცი საზოგადოებრივი რომელიღაცა ჯგუფის აქტიური სამოქალაქო აქტივისტი და კონდეს მას შანსი პირობითად ზუგდიდში კონდეს ახლა ნახეთ მარტივად გეტყვი აი ზუგდიდი
დამითმე ნიკამელი შენ არ წახვიდე ზუგდიდში უბრალოდ შენ კანდიდატს ავაყენებ. კი ბატონო, მაგრამ ის კანდიდატი ხო უნდა იყოს ძლიერი კანდიდატი იმაზე, ვისაც ვთხოვ რომ უნდა დაგითმოს. და ნაციონალურ მოძრაობას აქვს წარმოდგენა, რომ მათი კანდიდატი ბევრ რეგიონულ ოლქში არის უფრო ძლიერი, ვიდრე ამ წუთას მოიპოვება. არნიშნავს რომ ყველაზე ძლიერია, ებას არნიშნავს, მაგრამ კანდიდატი მე მაგალითად თუ კი მეტყვიან რომ გრიგოლ ვაშაძეს თუ ეტყვიან რომ გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში არის არა საუკეთესო კანდიდატი და აგერ არის უფრო ძლიერი კანდიდატი, მესმე თავად ბატონი გრიგოლ ვაშაძე იტყვის რომ საერთო გამარჯვებისთვის ჯობია რომ თქვენ იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით ქუთაისში ბატონი გრიგოლი, რომელსაც ნამუშევარიც აქვს თქვენ იცით მერობის კანდიდატი იყო შემდეგ ხო. ანუ წინა გამოცდილებით შედეგებით ტესტავთ თქვენ და ელექტორალურ ფაზა არიან პოლიტიკოსები ჩემს სოფელ თქვენს გადაცემასაც სტუმრობენ, რომელთაც ხა დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში დაგროვებული, მაგრამ ელექტორალურ ფასელობა არ აქვს. ელექტორალურ ღირებულება არ აქვს. ეს ხა ელემენტარულად გადამოწმებადია, ხო? ამიტომ გავიგე ნიკა ეს ყველაფერი, ძალიან ცოტად როგორ ბოლო კითხვა მაქვს. მესმის გავიგე, ერთი კითხვა მაქვს. ვაშაძესა და ნაციონალურ მოძრაობას შორის რა მოხდა? სად იქნება გიორგი ვაშაძე? იქნება თქვენგან მაჟორიტარი თუ იქნება დამოუკიდებელი? ამაზე გავისაუბრებთ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთობლივად. უბრალოდ ეს ის საკითხია, რომელზეც ერთი სიამოვნებას ვერ მივიღებ, რბილად რო ვთქვა და მეორე უბრალოდ ამ სურს რომ ამ საკითხზე ვისაუბრო პირდაპირ ეთერში ნებისმიერ არხზე, იმიტომ რომ თავს კომფორტულად არ ვზდომ. ეს იმას არნიშნავს რომ სათქმელი არაფერი არ მაქვს. არ მინდა და არ ვარ მზად რომ ზები გაიყოფა თუ არა. არ უყურე, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ორივე ვიქნებით სწორ მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს და ერთი ნომრით არჩევნებზე. ეს ჩვენ უნდა დავსვდეთ და ვისაუბროთ ერთმანეთთან, როგორ მაგრამ ის რო ეხა მე გიორგი შეცდომა ყველას დაუშვია, მეც მათ შორის. და ხოლმე შეიძლება არავინ არ იყოს დაზღვეული ანალოგიური შეცდომის დაშვებისგან. მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ ეხლა უნდა დავждდე და აუგი ვთქვა გიორგიზე, მაგრამ არც იმას ეს იმასაც არნიშნავს რომ ვინმე ვარნანიკა კითხვა მქონდა მარტივი, ერთად აპირებთ სამომავლოდ ერთი ნომრის ქვეშ თუ გაიყოფით ანუ ჩვენ დავსვდებით და როგორც ჩემის აზრით ხა ეკადრება სერიოზულ ადამიანებს, რომელთაც აქვს სერიოზული პასუხისმგებლობა, ასე გადავწყვეტთ და როგორც აჯობებს იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამიტომ დიდი მადლობა ნიკა. ყველაფერი კარგად იქნება. ყველა დროს გადავაჭარბეთ. ამიტომ მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ბევრი კითხვა იყო ნიკა მელიასთან. ნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი, რომელიც დაიწყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დისონანსი, შემდგომ იყო დათმობა, შემდგომ უკვე არის პროცესი რომ 6 ოლქში უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია, დარჩა ეს 6 ოლქი თბილისში. ნახოთ რა იქნება შემდგომ, რა იქნება რეგიონებში.